მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ როგორ შევამციროთ ქოლესტერინი. ხშირად ხდება ხოლმე კომენტარი, რომ ქოლესტერინი მომატებული მაქვს მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღად ვიკვებები, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშობ, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწონიანი არ ვარ. და ანუ რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემაა. და ახლა ვისაუბროთ, რას ვუყუროთ, როცა ქოლესტერინის ტესტს გავიკეთებთ და რა მეთოდი რამდენად შეამცირებს ქოლესტერინს. და რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. აი ამაზე ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ როგორც წამლებზე, ასევე ბუნებრივ საშუალებებზე და ყველაზე ეფექტურებზე, მათ შორის ეფექტურებზე და ამასთან ერთად უსაფრთხოზე. პირველი რაც უნდა უყუროთ არის LDL ქოლესტერინი. ანუ ცუდ ქოლესტერინს რაც ეძახიან. ეგ არის ძირითადი პასუხისმგებელი ათეროსკლეროზზე. ანუ ლიპიდების სპექტრს რო გაიკეთებს ადამიანი, ან მარტო ქოლესტერინის ტესტი კი არ უნდა გაიკეთოს, მთლიანად ლიპიდების სპექტრი, ესე ქვია ამ ტესტს. რო გაიკეთებს ადამიანი, იქა ჩამოწერილი საერთო ქოლესტერინი, LDL, HDL და ასე. და მან უნდა უყურო მთავარია LDL ტესტს. ეხლა როგორ ანუ ბევრი კომპონენტია ზოგადად რითის განისაზღვრება გულსიცრცხლისძარღვთა დაავადების რისკი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები რა არის? ყველაზე მნიშვნელოვანია ეს LDL. LDL თუ 100-ზე ნაკლებია, მოკლედ არ ვნერვიულობთ რა. აი ჩათვალე რომ იდეალური სხეული გაქვს გულსიცრცხლისძარღვთა ჯანმრთელობის კუთხით. თუ LDL არის 100-დან 129-მდე მაინც ჯანმრთელი ხარ რა, ანუ ეგ არის ნორმალური ზედა ნაწილია, რომელიც არ მიიჩნევა ცუდად რა, მაინც კარგად არის და ძალიან დაბალი რისკი აქვს ეგეთ ადამიანს მაინც გულსიცრცხლისძარღვთა დაავადების. ანუ არის სრულყოფილი, მაგრამ არ არის ცუდი, არის კარგი. თუ 130-დან 160-მდე გაქვს, მაშინ ეგ არის უკვე საშუალოდ მომატებული LDL. ანუ საშუალოდ მომატებული ნიშნავს, რომ რისკები არის, მაგრამ არ არის რაღაც ძალიან დიდი რისკი, მაგრამ რისკი არის. 5-დან 10%-მდე დაახლოებით რისკი, რომ 10 წელიწადში გულსიცრცხლისძარღვთა დაავადის რისკი, გულსიცრცხლისძარღვთა დაავადება განვითარდება ესეთ ადამიანს. ანუ რისკი მაინც არის. აი ასეთ დროს წამალი როგორც წესი არაა საჭირო, მაგრამ საკვები დანამატი და ცხოვრების წესის ცვლილება. ცხოვრების წესის ცვლილება არის კვება, ჯანსაღი კვება, ნაკლები ნაჯერი ცხიმები, ნაკლები აი ეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, ხორცეული და ესეთები, ნაკლები, თუმცა ეს არნიშნავს, რომ ცილები არ მივიღოთ. საუბარია ცხიმიანი ხორცი, ღორის ხორცი, ქონების ჭამა და ძალიან ბევრი რძის პროდუქტები და ასე. შედარებით ნაკლები რა თქმა უნდა, საერთოდ უნდა ამოიღოს ადამიანმა ასეთ დროს ნაჯერი ის ტრანსცხიმები არის, აი მარგარინი და ეგეთები რა შეიცავს. ეხლა, ნუ თანამედროვე მარგარინებს აწერია, რომ ტრანსცხიმებს არ შეიცავსო, რეგულაცია ასეთი, მაგრამ ნუ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. შესაბამისად, აი საცხობი პროდუქტები, საჭმელი და რაღაცები. ნუ ვინც ვერ ეშვება და ვისაც უყვარს ჩემსავით, ნუ მინიმალურად რო შეჭამოს. არა, აბსოლუტურად. შეუძლია, ხო. ბევრი მეტი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები ცხოველური ცხიმები, ნაკლები გამომცხვარი პროდუქტები, ნაკლები ნამცხრები და ასე შემდეგ. ხო. თუ ადამიანს აქვს 160-ზე მეტი, მაგრამ 190-ზე ნაკლები, ეს არის მოსაზღვრე, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობა ამ დროს იწყება წამლებით. განსაკუთრებით თუ აქვს ამ ადამიანს დიაბეტი, ან ეწევა, ან ჰიპერტენზია, ანუ რისკი აქვს, მოკლედ მნიშვნელოვანი რისკი აქვს ეგეთ, ანუ 160-ზე ზევით თუ არის თქვენი LDL ქოლესტერინი, არა საერთო ქოლესტერინი, არამედ LDL ქოლესტერინი, ანუ LDL უნდა ეწეროს. აი ეგ, თუ 160 ზევითაა ეს უკვე პრობლემა და თუ არის 190 ზევით, ეგ უკვე ძალიან დიდი პრობლემაა და ეგრევე მკურნალობა უნდა დაიწყოს წამლებით. მაგ დროს წამლებით მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ვთქვათ, ყველაზე ეფექტური საშუალებები რა არის? დავიწყოთ საკვები დანამატებით, რომელიც არის მცენარეული და უსაფრთხო ბევრად, თუმცა წამლებით ეხლა თანამედროვე წამლები ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა მოკლედ. ახლა ყველაზე
ესეთი ეფექტური დათან უსაფრთხო ერთ-ერთი არის სტეროლები და სტენოლები, ესე ქვია. Sterols და stenols. ესე შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგალითად, ვისაც უნდა რომ გამოიწეროს Amazon-ზე ან რა ვიცი სადმე სადაც ყიდულობს ხოლმე საკვებ დანამატებს, სტეროლები შეგიძლიათ მოიკითხოთ. ნუ სტეროლები შეიძლება გამდიდრებული იყოს, მაგალითად, მარგარინი ან ისა კარაქი ან რამე, ესეთი. მაგრამ, ნუ წარწერას უნდა შეხედოთ. თუ ესეც ვერ იშოვით, შეგიძლიათ დალიოთ. დალიოთ საკვებთან ერთად 2-3 გრამი დღის განმავლობაში და ეს დაახლოებით 10%-ით შეამცირებს ცუდ ქოლესტერინს. ანუ დაახლოებით 20 მაჩვენებლით შეამცირებს სადღაც LDL ქოლესტერინს, ანუ ცუდ ქოლესტერინს დაახლოებით 20 მაჩვენებლით. შეიძლება 10, შეიძლება 40-ით გააჩნია საშუალოდ ამბობ. საშუალოდ ეს შეამცირებს. ანუ ეს კარგია იმ ადამიანისთვის, თქვათ, ვისაც აქვს 150 შეუმცირებს სადღაც 130-მდე, 120-მდე. გაჩნია ადამიანს. მეორე რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არის ხსნადი ბოჭკოები, ფსილიუმი მაგალითად, ძალიან ბევრი მაქვს მე ფსილიუმზე საუბრები, ანუ ვისაც აინტერესებს შეგვიძლიათ მოძებნოთ ჩემი ვიდეოები. 7-10 გრამის ოდენობით დღის განმავლობაში. საკვებთან ერთად, საკვების წინ რა, საკვების მიღების წინ ბევრ წყალთან ერთად მიიღება. დაახლოებით 5-დან 10%-მდე ამცირებს ქოლესტერინს. ანუ ოდნავ უფრო ნაკლებ ეფექტურია ვიდრე სტეროლები და სტენოლები, მაგრამ მაინც ეფექტურია. საკმაოდ ეფექტურია. ხო, ნუ საჭმლის მონელებელი სისტემისთვისაც კარგი შედეგი აქვს, ამიტომ არა მხოლოდ ქოლესტერინისთვის, არამედ საჭმლის მონელებელი სისტემისთვისაც კარგია. კარგია ასევე მათი დაქვეითებისთვისაც მოკლედ კარგია. ხო. დაახლოებით 10-20 მაჩვენებლით 10-20 მილიგრამით ამცირებს LDL-ს, რაც ასევე ძალიან კარგია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკვები დანამატი არის წითელი საფუარის ბრინჯი, ესე ქვია. ნუ თუ ვინმეს Amazon-ზე უნდა მოძებნა Red Yeast Rice, ესე ქვია. ანუ Red Y მერე, ანუ Y E A S T და მერე Rice. ასე შესაძლებელია მოძებნა. ეგ ძალიან გავს სტატინებს, ანუ წამალს გავს ძალიან, წამლის მსგავსი მოქმედება აქვს მოკლედ. და დაახლოებით დღეში მიიღება 2.5 გრამამდე, 2.4 გრამამდე, 1 გრამიდან 2.4 გრამამდე მიიღება და დაახლოებით 25%-მდე ამცირებს, 25%-ით LDL-ს, ანუ ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს რა. ანუ 20-60 მაჩვენებლი, 60 ერთეული მაჩვენებლი, ანუ ერთ-ერთი ეფექტურია. უბრალოდ აქვს გვერდითი ეფექტები და ეგ არის მისი პრობლემა. და გვერდითი ეფექტებიდან რა არის მნიშვნელოვანი? ღვიძლი შეიძლება დააზიანოს. მოკლედ ეს HMG coenzym reductase-ას ინჰიბიტორია, რომელიც აი სტატინებით, წამლებით ესე მოქმედებს, ან წამალივით მოქმედება აქვს, მოკლედ ხო საკვები დანამატია, მაგრამ წამალივით მოქმედება აქვს და შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში უნდა დააკვირდე ღვიძლის ფუნქციას, ALT-ას და უნდა შემოწმოს ადამიანმა თუ ამას იღებს. ჯამში მაინც უსაფრთხოდ მიიჩნევა, იმიტომ რომ ღვიძლის დაზიანების რისკი არის ძალიან დაბალი. ძირითადად, ნუ შეიძლება კუნთების ტკივილი გამოიწვიოს კიდე, რამე ისეთი ხშირი გვერდითი ეფექტები არ აქვს, მაგრამ მაინც საყურადღებოა რა, იმიტომ რომ როგორც წამალი ისეთი მოქმედება აქვს და როგორც წამალი ისეთი გვერდითი ეფექტები აქვს. და მეტიც, მაგალითად, ეხლა თანამედროვე სტატინები, ქოლესტერინის წამლები რაც არის, უფრო უსაფრთხო ვიდრე ეს. ამიტომ, ნუ მე დიდ რეკომენდაციას ვერ გავუწევდი ამას. შემდეგი არის ნიაცინი. ნიაცინი არის იგივე B3 ვიტამინი. ეს B3 ვიტამინი ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და დაახლოებით 20% საკმაოდ ეფექტურია მოკლედ. საკმაოდ ეფექტურია ქოლესტერინის შესამცირებლად და დღეში 500 მილიგრამიდან 2 გრამამდე მიიღება დღის განმავლობაში. და თქმა უნდა, საუბარი მაქვს ამ დოზების ფარგლებში, თორემ მაღალი დოზებით ნებისმიერ ამ შეიძლება წყალი რო დალიოს ძალიან ბევრი ადამიანმა, ეგეც ცუდად იმოქმედებს, ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დოზებს. და ბერბერინი ერთ-ერთი ცნობილი საკვები დანამატია და ეს ბერბერინი
საკმაოდ ეფექტურია, 10-დან 15%-მდე ამცირებს LDL ქოლესტერინს. და თან საკმაოდ უსაფრთხოა, 80 დაუწერდი 100-დან რა უსაფრთხოებაში. მაშინ როცა ვთქვათ, ნიაცინს 70 100-დან, მაინც აქვს ცოტა ისა რისკები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით დიდ დოზებით, ღვიძლისთვის ტოქსიკური შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ კი ან დაბალი დოზით მნიშვნელოვანია ღვიძლისთვისაც და ბევრი ორგანოსთვისაც, მაღალი დოზით შეიძლება პირიქით ტოქსიკური იყოს. ანუ 70-ს დაუწერდი, ამიტომ ხო კიდე გლუკოზაზე შეიძლება იმოქმედოს სულად მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მიღებით. ამიტომ, ძალიან ის არა ქვია, სრულიად უსაფრთხო მაღალ დოზებში მოკლედ არც ერთი პრეპარატი არ არის. ამ წითელ ბრინჯს, წითელი საფუარა ბრინჯს 75-ს დაუწერდი, ფსილიუმი 85, არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ბევრი წყლის მიყოლება ჭირდება და მაგიტო და სტეროლები და სტენოლები ძალიან უსაფრთხოა, პრაქტიკულად 100 უსაფრთხოებით რა მნიშვნელოვანი ის არ აქვს. და შემდეგ საკვები დანამატი არის ომეგა-3, ომეგა-3-ზეც ასევე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები, მნიშვნელოვნად არ ამცირებს ქოლესტერინს, მაგრამ 5-10% ამცირებს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, საკვებთან ერთად მიიღება 2 გრამამდე დღის განმავლობაში, 1-დან 2 გრამამდე მის ხანგრძლივად მიიღება შესაძლებელია. ანუ ომეგა-3 ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მოკლედ რაც შეიძლება იყოს. ხო, ახლა ვთქვათ მოდი სტატინებზე. სტატინები არის მთავარი წამალი, რომელიც ინიშნება ქოლესტერინის შესამცირებლად. და სტატინებიდან და სტატინების მთავარი რისკი რა არის, რამდენად ეფექტურია, რამდენად უსაფრთხოა, ყველაფერზე ვისაუბროთ, მოდი. მოდი დავიწყოთ რომ თქვით რომ წითელი საფუარა ბრინჯი ძალიან გავს სტატინებს მოქმედებთ. ერთი მოქმედება აქვს მოკლედ სტატინებს ყველას. განსხვავებული არის სიძლიერე, განსხვავებული არის სისუფთავე და განსხვავებული არის გვერდითი ეფექტები. რამდენად ხშირია, ანუ რაც უფრო ახალი თაობისაა მოკლედ სტატინი, მით ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. უმეტესად. მაგალითად, აი რომ ვთქვათ, ეს წითელი ეს წითელი საფუარა ბრინჯი, რომელიც არ არის წამალი საკვები დანამატი, მაგრამ წამალივით მოქმედება აქვს. მეორე ავიღოთ არის ატორვასტატინი. ატორვასტატინი არის ყველაზე ხშირად დანიშნული სტატინი. მესამე არის როზუვასტატინი. როზუვასტატინი არის ცოტა უფრო კიდე ახალი თაობა და სიმვასტატინი. სიმვასტატინი არის ასევე ხშირად დანიშნული, მაგრამ ძველი. ახლა მაგალითად რაში მდგომარეობს განსხვავება? განსხვავება ის არის, რომ თუ კი მაგალითად 15-25% ეფექტური, 25% დამცირებს LDL-ს ეს წითელი საფუარა ბრინჯი. ატორვასტატინი ამცირებს 30-50%-ით LDL-ს. ანუ შეიძლება გაანახევროს LDL-ის დონე, ანუ ძალიან ეფექტურია. და ასევე ძალიან კიდევ უფრო ეფექტურია როზუვასტატინი. დაახლოებით 40-დან 55%-მდე ამცირებს LDL-ს, ანუ კიდევ უფრო ეფექტურია და თან დაბალი დოზებით მიიღება. ანუ ძალიან ეფექტურია მოკლედ როზუვასტატინი და სიმვასტატინი 25-35% ამცირებს. სიმვასტატინი ყველაზე ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ მსუბუქი იმის დროს ინიშნება ხოლმე თუ ბევრი ნაკლებად არ უნდა LDL-ს. ხანგრძლივად მიიღებისას თუ ვიტყვით რომ მაგალითად აი ეს წითელი საფუარა ბრინჯი ისე რა უსაფრთხოება აქვს, იმიტომ რისკები აქვს, კარგი აქვს ატორვასტატინს და როზუვასტატინს ძალიან კარგი აქვს, ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტები აქვს მოკლედ. უსაფრთხოებაში 75-ს დაუწერდი ამ წითელ ბრინჯს, 90-ს დაუწერდი ატორვასტატინს და 95-ს დაუწერდი როზუვასტატინს და სიმვასტატინს დაახლოებით 80-ს. ანუ სიმვასტატინი ყველაზე ნაკლებად უსაფრთხოა. ეფექტურობაც 90-ს დაუწერდი ატორვასტატინს, 95-ს დაუწერდი როზუვასტატინს და 80%-ს დაუწერდი იმას სიმვასტატინს. ან სიმვასტატინი ნაკლებად ეფექტურია, მოკლედ ნაკლებად უსაფრთხოა, რა გვინდა. ყველაზე უსაფრთხო ეფექტურია ატორვასტატინი და როზუვასტატინი, ცოტა უფრო უკეთესია როზუვასტატინი. ანუ იქ შეიძლება ეს ფასებში იყოს სხვაობა, ზუსტად არ ვიცი, ახლა ფასებიც დაწერეთ თუ ვინმე მიცით, რომ რამდენი დიდი სხვაობა მნიშვნელობა აქვს. თუმცა როგორც მახსოვს რაღაც ძვირი კატასტროფული ფასები არ ღირდა და არ ვიცი ნამდვილად ახლა როგორ არის. ხო, ახლა რა არის მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები? ერთი რომ ღვიძლის მარკერები, ანუ ALT, AST უნდა აკონტროლოს ადამიანმა, როცა ხანგრძლივად განსაკუთრებით როცა იღებს იმ ქოლესტერინის წამლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი
და ზოგ შემთხვევაში რაბდომიოლიზი, რომელიც სერიოზული გვერდითი ეფექტია და შეიძლება თირკმელების დაზიანება გამოიწვევს, ამიტომ აუცილებლად მკურნალობა საჭირო თუ რაბდომიოლიზია ეჭვი, ანუ კუნთების ტკივილი თუ დაეწყო ადამიანს სტატინების მიღებისას, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს მოკლედ. მაგრამ ესეთი რისკები არის ძალიან დაბალი, მაგალითად ახლა როზუვასტატინს და ატორვასტატინს 1%-ზე ნაკლები აქვს, ეგეთი სერიოზული რისკები 0.5%-ზე ნაკლები აქვს მაგალითად იმას როზუვასტატინს, ანუ ძალიან დაბალი რისკია და ის სარგებელი კიდე რაც მოაქვს, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ეს რისკი, პოტენციური რისკი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ძირითადად ისმევა ესენი დღეში ერთხელ, ხო, იყო რომ აი სტატინები ძირითადად ღამე დავლიოთ, იმიტომ რომ ღამე ხდება ქოლესტერინის სინთეზი, ეგ მართალია, ოღონდ ეხლა ეს ახალი თავის სტატინები რაც არის ატორვასტატინი და ისა როზუვასტატინი მაგალითად ხანგრძლივი მოქმედებაა, გახანგრძლივი მოქმედებაა და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დალევ. მაგალითად დღის მეორე ნახევარში რა დროსაც არ უნდა დალიო, არაა პრობლემა, ან დღის განმავლობაში არაა პრობლემა, როგორც წესი. ხანგრძლივი მოქმედების გამო. თუმცა სასურველია მაინც უფრო საღამოთი. ხო. და კიდე ვისაუბრებდი წონაში კლებაზე, ან წონაში კლება რამდენად მოქმედებს ქოლესტერინზე და განსაკუთრებით ისა LDL ქოლესტერინზე, ან საერთო ქოლესტერინზე. წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანია და აი ილუსტრაციისთვის, რომ ვიფიქრო რამდენად მნიშვნელოვანია წონაში კლება, აი ამისთვის მოდი ვისაუბროთ. აი 100 კილოგრამიანი ადამიანი ავიღოთ, თქვათ 100 კილოგრამიანი, რომლის იდეალური წონა იქნებოდა, თქვათ 50 კილო, თქვათ. ნუ სიმაღლის მიხედვით თქვათ, რომ 50 იდეალურია, მაგრამ 100 კილო. თუ დაიკლებს 10 კილოს, დაახლოებით 15-30 მილიგრამით დაიკლებს ქოლესტერინი. თუ დაიკლებს დაახლოებით 20 კილოს, სადაც 50 მაჩვენებლით დაიკლებს ქოლესტერინი. და თუ დაიკლებს 40 კილოს, ან თავის წონას თუ მიუახლოვდება, დაახლოებით 50-დან 80 მილიგრამი მაჩვენებლით დაიკლებს ქოლესტერინი. აქ ცოტა სპეკულაციურია, რომ თქვათ LDL-ი როგორ დაიკლებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იკვებება ადამიანი. ამიტომ LDL-ზე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ქოლესტერინს დაახლოებით ესე დაიკლებს ქოლესტერინი. ნუ LDL-ს პროპორციულად მიყვება, თუმცა ზუსტი მაჩვენებლების თქმა ძნელია, მაგრამ მნიშვნელოვნად დაიკლებს LDL-იც. ამიტომ წონაში კლებაც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქოლესტერინმა დაიკლოს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.